მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი. ვარიანტების რაოდენობა მოდი გავაკეთოთ 3 და ვნახოთ თითოეული ვარიანტისთვის სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, მაგრამ სხვაზე არაფერს. არც თქვენს ახლანდელ სამსახურზე, არც თქვენს დაუშვათ საოცნებო სამსახურზე, უბრალოდ საკუთარ თავზე და საკუთარ უნარებზე. და აირჩიეთ ვარიანტი ისე. ვარიანტი პირველი, სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი, ვარიანტი მეორე, სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი და ვარიანტი მესამე, სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი. აი ეს. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი? ჩემო ძვირფასებო. დააკვირდით არკანებს და ინტუიციურად აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო და სასურველი ვარიანტი. ნახოთ ახლა. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, დააპაუზეთ და როცა აირჩევთ, მერე განაგრძეთ ვიდეო, ხოლო მათთვის, ვინც ახალი მსმენელები ხართ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება. ძველ მსმენელებს კი მადლობა ერთგულებისთვის, ჩემო კარგებო. ნახოთ, პირველი ვარიანტი. სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი? არკანი 7-იანი კვერთხები. პირველი ვარიანტი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხართ ფინანსური პოტენციალის ძიების პროცესში. თქვენ ახლა ხართ მდგომარეობაში, როცა აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმურია ის შეკითხვა, სად არის ის, რასაც ვეძებ, სად არის ის, რისკენაც მინდა რომ ვიარო და საით უნდა ვიარო, არა სად არის კი არა, საით უნდა ვიარო, ესეც შეიძლება კითხვის ნიშნით გქონდეთ ეს შეკითხვა საკუთარ თავთან. აი ჯერ ხართ ერთგვარი ძიების პროცესში, რაღაცა გარდამავალ ეტაპზე ხართ, პირველი ვარიანტი. კონკრეტულად საით მიყავხართ ამ გზას, მოდი ეს ვნახოთ, საით მიყავს პირველი ვარიანტი ამ გზას, ამ ძიებას, საითკენაც მიდის, ვნახოთ, აბა სად არის პირველი ვარიანტის ფინანსური პოტენციალი, საითკენაც მიდის პირველი ვარიანტი. მოჩვენე. არკანი Shadow side, ანუ არკანი ეშმაკი. არკანი პენტაკლების ტუზი. რა საინტერესოა. არკანი ქურუმი ქალი. ძალიან საინტერესოა, ძალიან. ერთ არკანს დავამატებ კიდე, მითხარი რა არის არკანი ეშმაკი, რას ნიშნავს აქ. რას ნიშნავს არკანი თასების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო და დასტის ბოლოს გვაქვს არკანი იმპერატორი ქალი. თქვენი ფინანსური პოტენციალი არის იქ, სადაც თქვენ და რისიც თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ, რისი მიმღებლობაც ყველაზე ნაკლებად გაქვთ, რისი გამბედაობაც ყველაზე ნაკლებად გაქვთ და რისი თავდაჯერებაც ყველაზე ნაკლებად გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, საინტერესოა, მაგრამ ეს ფაქტია, იმიტომ რომ თქვენ არ გჯერათ საკუთარი თავის აქ, გაქვთ არაჩვეულებრივი ინტუიცია, გაქვთ უნარი, რომ დაუშვათ აღმოაჩინოთ რაღაცეები ინტუიციურად, მაგრამ ამას არ მიაწერთ ნიჭს, ამას მიაწერთ უბრალოდ გარემოებათა დამთხოვას, რომელიც რიგ შემთხვევაში თქვენ სასარგებლოდ გადათამაშთ. ეს სხვადასხვა რაღაცა, როცა ადამიანმა იცის, რომ აქვს ნიჭი და ამ ნიჭს იყენებს, თუნდაც განვითარებული ინტუიცია, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ იქ იმ უნარით შეუძლია ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება, მაგრამ ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, მაგრამ არ სჯერა, რომ ეს უნარი აქვს, ეს არის
პირიქით დამაბრკოლებელი გარემოება ხდება ამ პიროვნებისთვის და აი აქ მიჩვენებს კიდეც. აი ნახეთ დაბრკოლებას შედოუს საიდ, ანუ ბნელი მხარე, ჩრდილია ეს და რეალურად მოდის აქ პენტაკლების ტუზით. თქვენ თუ მიიღებთ საკუთარ თავს და საკუთარ უნარებს, ხო, ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსური კეთილდღეობა მერწმუნეთ რომ გაუმჯობესდება. კერძოდ რა სფეროში შეიძლება ეს იყოს? ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის სფერო, როგორიც არის მაგალითად ურთიერთობების ან წყვილების ფსიქოლოგია, ან ცით როგორი ან სამართალდამცავი სფეროც შეიძლება იყოს, აი აქ რაღაცნაირად, ან იურისპრუდენცია, ან გარკვეულწილად რაღაცა ესეთი საკითხები, რომელიც უკავშირდება იურიდიულ გარემოებებს, ადვოკატირებას მაგალითად უკავშირდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანების თვის რაღაცნაირი მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენას და ასე შემდეგ. აი ეს არის თქვენი თანდაყოლილი უნარი, რომელსაც არ გჯერათ პრინციპში და ესე ხელის ცეცებით მიდიხართ ამ ყველაფრისკენ. პირველი ვარიანტი. ეს უბრალოდ თქვენ გგონიათ რომ ყველას გააჩნია ეს უნარი და არაფერი განსაკუთრებული ამ ნაწილში თქვენ არ გაქვთ, მაგრამ სინამდვილეში გაქვთ ნამდვილად და უკვე დროა რომ დაუჯეროთ საკუთარ თავს და უკვე დროა რომ იფიქროთ საკუთარი უნარების მონეტიზაციაზე. ასევე არ გამოვრიცხავ რომ აქ მისმენდნენ კოლეგები, აქ მისმენენ ეზოთერიკოსები და კი ბატონო ჩემო ძვირფასებო ეს უნარებიც არსებობს თქვენში და შეგიძლიათ აირჩიოთ ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ეზოთერიკის ნებისმიერი მიმართულება, ოღონდ ისწავლოთ, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანია რომ თქვენ ისწავლოთ. თქვენ რატომ გაფერხებთ თქვენი ცოდნა იცით და თქვენი ეს ინტუიციურად მიღებული შედეგები, იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ აქ მატერიალური ხელჩასაჭირი დამადასტურებელი დოკუმენტი, შეიძლება არ გაქვთ დიპლომი ამ ყველაფერში, შეიძლება არ გისწავლიათ ამ მიმართულებით, შეიძლება სულ სხვა განათლება გაქვთ და რეალურად ეს თქვენს შემთხვევაში თქვენი ცოდნის მონეტიზაციის შესაძლებლობას აფერხებს ოღონდ მხოლოდ თქვენთვის. სხვა ადამიანებს თქვენი ფურცელი და დიპლომი არასოდეს არ მოუკითხავთ. სხვა ადამიანები ყოველთვის მადლიერები რჩებიან იმ დახმარებით, რასაც თქვენ მათ აღმოუჩენთ. თქვენ დაუნებურად, თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვით, ერთი ღირებული რჩევით. მაგრამ აი ხო გეუბნებით, თქვენ ამას აუფასურებთ, იმიტომ რომ გგონიათ, რომ ყველა ასე იქცევა და ერთი რომ მიმოიხედოთ გარშემო რამდენი ადამიანი გყავთ, რომელიც ღირებულ რჩევას გაძლევთ, იქნებ ცოტა საკუთარ თავის ღირებულება უფრო მეტად შეაფასოთ და დააფასოთ, ვიდრე ამას ახლა აკეთებთ ჩემო ძვირფასო პირველ ვარიანტო. რჩევა მინდა თქვენთვის ვკითხო ტაროს, რას ურჩევს პირველ ვარიანტს ფინანსებთან დაკავშირებით. 4-იანი თასები, არკანი მეეტლე და არკანი იმპერატორი ქალი და 5-იანი ხმლები არის დასტის ბოლოს. იცით რა არის ნუ ებღაუჭებით რაღაცეებს, აი ეს არის რჩევა. ნუ ებღაუჭებით რაღაცეებს, ნუ ებღაუჭებით თუნდაც იგივე თქვენს სამსახურს თამამად გადადგით ნავიჯები და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, თუნდაც დაიწყეთ ახალი პროფესიის ათვისება, რა საკშტეც არ უნდა იყოთ. გაფერხებთ ის, რომ არ გაქვთ პირობითად დიპლომი რაღაც ფსიქოლოგიაში, ჩააბარეთ ფსიქოლოგიურზე, გააკეთეთ რაღაცა 1-წლიანი, 2-წლიანი ექსპრეს კურსი და აიღეთ ის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ამ თავდაჯერებას თქვენ შეგმატებთ. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს თავდაჯერება მხოლოდ თქვენ გჭირდებათ, თქვენს გარშემო ადამიანებს არავის არ მოუკითხავს რა დიპლომი გაგაჩნია და სად ისწავლე ეს ისე როგორც ისწავლე. ამიტომ მხოლოდ თქვენთვის და თქვენი გაბედულებისთვის, თქვენი თავდაჯერების ზრდისთვის ნუ შეგეშინდებათ თამამი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება, იმიტომ რომ ადგილი სადაც მიხვალთ, მოგიტანთ ძალიან დიდ კეთილდღეობას, თუ ამას გაბედავთ, ოღონდ გაბედვა აქ მნიშვნელოვანი და ნუ დააყოვნებთ ძალიან დიდ ხანს, ნუ დააყოვნებთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ
მერე ინანებთ დაკარგულ დროს და ინანებთ დაკარგულ წუთებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მოპარეთ საკუთარ თავს და საკუთარ კეთილდღეობას პირველ ვარიანტად. აი ესეთი იყო ჩვენი პირველი ვარიანტი დღეს. უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. არ დაგავიწყოთ შეგახსენებთ ვიდეოს დაკომენტარება, არხის მოწონება და გაზიარება თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ. ვნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი და არკანის შეყვარებულები მოვიდა აქ. უმაღლესი არკანის შეყვარებულები. საინტერესოა რას ეხება ეს არკანის შეყვარებულები. ნახოთ. რას ეხება მეორე ვარიანტისთვის, რისი თქმა სურს ტაროს აქ. არკანი განდეგილი. არკანი სამიანი პენტაკლები და არკანი სიკვდილიო. რთული სიტუაცია და არკანი მთვარე მოვიდა საერთოდ დასტის ბოლო. ჩემო კარგებო, რადგან აქ რა მინდა რომ გითხრათ. მეორე ვარიანტი ყველასთვის ეს არ იქნება, მაგრამ ვისთვისაც იქნება გამგები გაიგებს. ვინც ხართ მეორე ვარიანტი სამკუთხედ ურთიერთობებში დაფიქრდით, ხომ არ არის დრო დაასრულოთ და აირჩიოთ საკუთარი თავი. აქ თქვენ ვერ მიაღწევთ ფინანსურ კეთილდღეობას, მანამ სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულს და არ ისწავლით საკუთარი თავის მსხვერპლ შეწირვას კი არა, ან სხვისგან მიღებული შეფასებებით საკუთარი თვით შეფასების ამაღლებას, არამედ შინაგან ცენტრს სანამ არ იპოვით, მანამდე თქვენი ფინანსური კეთილდღეობა აქ არ დადგება. თქვენ სხვათა შორის გაქვთ ძალიან ბევრი შიში. აი მართლა ძალიან ბევრი შიში და ამავე დროს ძალიან დიდი შინაგანი ცოდნები, რომელსაც სხვათა შორის არ იყენებთ. მსგავსად პირველი ვარიანტისა. უბრალოდ აი როგორი სიტუაცია იცი, პირველი ვარიანტი კიდე მოძრაობს, მეტნაკლებად რაღაცნაირად მაინც მოძრაობს. თავის დაუნებურად, თითქოს ისეთ გარემოებებში და სივრცეებში აღმოჩნდება ხოლმე, რომ შეუძლია გამოიყენოს. უკაცრავად აი დავამტკიცე ჯანმრთელობა მე. ნახეთ, შეუძლია თანდაყოლილი უნარები გამოიყენოს. აი თქვენ შემთხვევაში თითქოს ეს არ არის, თქვენ იზოლირებული ხართ და ეს იზოლაცია თქვენვე მოუწყვეთ საკუთარ თავს. ამიტომ დროა რომ გათავისუფლდეთ, დროა იბრძოლოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის. სად არის თქვენი ფინანსური კეთილდღეობა და თქვენი ფინანსური პოტენციალი? თქვენი ფინანსური პოტენციალი გამოჩნდება და ამას მოძებნით მაშინ, როდესაც თავს დააღწევთ ერთგვარ მსხვერპლ შეწირვას და საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანას ადამიანებისთვის ან ერთი კონკრეტული ადამიანისთვის. უფრო აქ მე მგონია, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებს თქვენინებით სწირავთ თქვენ თავს და თითქოს რაღაც ისეთ ილუზიაში ხართ, რომ აი ეს ადამიანი თუ არ იქნება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებას არც აზრი აქვს, არც ღირებულება გააჩნია და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა და აი ამ აზრს როცა მოიშლით და რომ მიხვდებით, რომ ადამიანი არ განსაზღვრავს თქვენს რაობას და თქვენს ყოფნა არ ყოფნას, ხო? ასევე არ განსაზღვრავს თქვენ ღირებულებას და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მომავალზე, აი მაშინ შეიძლება რომ ვისაუბროთ არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ნებისმიერი ტიპის კეთილდღეობაზე. აქ მეორე ვარიანტი. რჩევა მინდა რომ ამოვიღო, კი ბატონო, აი წონასწორობა, არკანი ზომიერება მოვიდა აქ, არკანი ზომიერება, აქ თქვენ გჭირდებათ ტრანსფორმაცია აზრთა და ფიქრთა ნაწილში, ანუ თქვენ გჭირდებათ აქ დამოკიდებულებებისგან, მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება, თქვენ გჭირდებათ იმის გაცნობიერება, რომ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი ხართ თქვენ,
და დაშვება იმისა, რომ თქვენ ამ დედამიწაზე გეცხოვრათ, გააკეთეს უმაღლესმა ძალებმა თქვენს უმაღლეს მესთან შეთანხმებით. ამიტომ მისცემთ ჩემო ძვირფასებო უფლებას, რომ ეს უპირატესი და უმაღლესი მიზანი რაღაცნაირად შეგიცვალოთ და გზას აგაცდინოთ. არკანი მაგი აი საერთოდ არ გამოვიცხავ, სხვაშორის რაღაცნაირად ისე არის, კი ბატონო, აქ ისეა წარმოდგენილი, რომ პირველი და მეორე ვარიანტი პირველსაც უსმინეთ აუცილებლად და პირველი ვარიანტი თუ მეორესაც უსმინეთ, მეორესაც მოусმენთ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ აქ ორივე ვარიანტს აქვს ძალიან დიდი ცოდნა, ღრმა სულიერი ცოდნა, მაგრამ არ იყენებთ, არ უსმენთ ამას, არ ენდობით საკუთარ თავს და საკუთარ წინათ გრძნობასაც არ ენდობით აქ და აძლევთ ადამიანებს უფლებას, რომ გეთამაშონ, გამოგიყენონ და საკუთარ ხელში გაქციონ მარიონეტად. აკეთებთ ამას, აკეთებთ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე. მეორე ვარიანტსაც, მსგავსად პირველი ვარიანტისა, აქვს ძალიან დიდი ნიჭი სოციალიზაციის, ადამიანთა დახმარების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, მაგრამ ნახეთ, პირველ ვარიანტთან იმ განსხვავებას გავაკეთებ, რომ პირველ ვარიანტს აბრკოლებს ის, რომ თავისი უნარების არ სჯერა, მეორე ვარიანტს აბრკოლებს ის, რომ მიჯაჭვულია რაღაცა გარემოებაზე, ან ვიღაცაზე, ან რაღაცაზე, რაც უშლის ხელს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ესეთი იყო მეორე ვარიანტი და ეხლა ბოლოს ვნახოთ მესამე ვარიანტი, თქვენი ფინანსური პოტენციალი, სად არის და არკანი ეშმაკი. სამივე ვარიანტში მოვიდა ჩემო ძვირფასებო არკანი ეშმაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უსმინოთ სამივე ვარიანტს. თქვენი ფინანსური პოტენციალი, თქვენი მესამე ვარიანტი გაქვთ ძალიან დიდი უნარი ფინანსური კეთილდღეობის, ძალიან დიდი უნარი, მაგრამ ამავე დროს გაქვთ მომენტი, როდესაც თქვენში ხედავთ როგორ სიტუაციას იცით, თითქოს ის, რომ აი არასწორი რწმენა წარმოდგენები შეიძლება იყოს აქ ფულზე. ანუ ვისაც ფული აქვს, ცუდი ადამიანია, ვისაც კარგი მატერიალური შესაძლებლობები აქვს, ის ეგოისტი ხდება და აი რაღაც ესეთი სიტუაცია, აქ მანიპულირებასაც აქვს ადგილი, მაგრამ ნახოთ, სად არის თქვენი ფინანსური პოტენციალი უფრო კარგად. მესამე ვარიანტი მითხარი, სად არის მესამე ვარიანტის ფინანსური პოტენციალი. არკანი, კი ბატონო, არკანი 10-იანი პენტაკლები, 3-იანი თასები და თასების დედოფალი. ჩემო ძვირფასებო, აქ გეტყვით იმას, რომ მესამე ვარიანტს აქვს ძალიან კარგი უნარი დაიწყოს საოჯახო ბიზნესი. ძალიან კარგი უნარი, კი ბატონო, და საოჯახო ბიზნესთან ერთად არკანი მაგი მოვიდა ისევ და არკანი ზომიერება. აი ოჯახთან ძალიან კარგად იქნება მესამე ვარიანტი, რაღაც ოჯახური ბიზნესი იქნება ძალიან კარგი. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ესთეტიკის სფერო, ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად გამაჯანსაღებელი სფერო, როგორც ფიზიკური გაჯანსაღების, ისე სულიერი გაჯანსაღების, იმიტომ რომ ორივეს მიჩვენებს აქ. გააქვთ ამისი უნარი და მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ უნარი, არამედ ამაზე ნაფიქრიც აქვს მესამე ვარიანტს. აქვს ნაფიქრი, მაგრამ აი თითქოს ფიქრობს, რომ აი დრო არ დამდგარა ჯერ და იქნებ ცოტა კიდე მოვიცადო. რჩევა მინდა რომ კითხო მესამე ვარიანტისთვის არკანის სულელი, გაბედეთ არკანის ცხრიანი ხმლები, არკანის სიკვდილი. კი, აქ არკანის სამართლიანობა. ჩემო ძვირფასებო, აქ როგორი სიტუაციაა? გაბედეთ, იყავით თამამები. მე შემიძლია თამამად ვთქვა აქ, რომ სამივე ვარიანტს გაქვთ უდიდესი უნარი. რატომღაც მგონია, რომ აქ მიყურებენ ბევრი კოლეგა, ან ესეთი დაკავშირებული ახლო მონათესავე პროფესიების მქონე ადამიანები.
სამივე ვარიანტში იყო ამისი საკამაოდ მაღალი დამადასტურებელი ალბათობა, მაგრამ აქვე გეტყვით იმას, რომ განსხვავებით პირველი და მეორე ვარიანტისგან, მესამე ვარიანტს ხო გეუბნებით, გაქვთ არაჩვეულებრივი უნარი იმუშაოთ ესთეტიკის სფეროში. შეიძლება იყოს აი გარკვეულწილად მკურნალობასაც რო შეიცავს თითქოს ესეთი ვარიანტი, მაგრამ მარტო მკურნალობა არ არის. აი მაგალითად, რა ვიცი, აი კბილების გათეთრება მაგალითად, ხო? აი რაღაც ესეთი შეიძლება იყოს სხეულის გაჯანსაღება, მასაჟით, წყლის თერაპიებით და ესეთი რაღაცა ესეთი საოჯახო ბიზნესი ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, არაჩვეულებრივი. სადაც შეიძლება საოჯახო ბიზნესი მთლად იმას არ ნიშნავდეს, რომ ოჯახის ყველა წევრი იყოს ჩართული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადაც ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ, გაგამხნევებენ და თქვენ გვერდით იქნებიან, აი დასვენება რელაქსაციის მიმართულებითაც შეგიძლიათ იფიქროთ განვითარება. ესეთი იყო ჩვენი სამი ვარიანტის თვის საჯარო გასვლა დღევანდელი, რომელიც ეხებოდა ფინანსურ პოტენციალს და ამ ფინანსური პოტენციალის შეფასებას. მე ვიტყოდი, რომ სამივე ვარიანტს გააქვთ ამის არაჩვეულებრივი უნარი. უბრალოდ სამივე ვარიანტი რაღაცნაირად ფერხდებით და აბრკოლებთ საკუთარ თავს გადაწყვეტილებებსა და გადასადგმელ ნაბიჯებში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იყავით ჩემთან ერთად და გისურვებთ ბედნიერ დღეს. დროებით.